საქართველოს ეროვნული ჰიმნი, National Anthem of Georgia. საომებით კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 20 წლამდე სამხრეთ აფრიკულ სერიებში. სამხრეთ აფრიკა საქართველოში არის ვიზიტით, ჩვენ კი წუთიერი დუმილით ვიწყებთ მატჩს. შევუერთდეთ წუთიერ დუმილს და ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგახსენებთ. ლუკა კურტანიძე ახალგაზრდა მორაგბე თბილისის ლელოს არასენსის გარდაიცვალა სულ ცოტა ხნის წინ და სწორედ მას მივაგეთ პატივი მის ხსოვნას მარატიულს. ჩვენ კი ვიწყებთ შეხვედრას. მეორე მატჩი უკვე ოფიციალური სახე შეიძლება დავარქვათ ამ შეხვედრას. პირველი მატჩი მაინც იყო მეტწილად მართვადი ვარჯიშის პრინციპით, ორი გაყოფილი გუნდი, ორი ტაიმი. ახლა კი უკვე გვექნება სრულფასოვანი შეხვედრა 23 კაციანი განაცხადებით. საბა მახარაძე განსჯის ცენტრიდან დღევანდელ შეხვედრას, ჩვენ კი შეგვიძლია ნელ-ნელა გავეცნოთ შემადგენლობებს. ლაზარე ქარჩხაძე და საბა ჟორჟიკაშვილი გავუძღვებით რეპორტაჟში. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დავიწყოთ ჩავიაროთ ჩვენების შემადგენლობა. გიორგი ტურაშვილი 1, 2 გიორგი აღნიაშვილი, 3 ლევან ეზიეშვილი, სამივე ეს მორაგბე ეს სხვადასხვა ფრანგულ გუნდში ირჯება. მეორე ხაში ერთმანეთს გიორგი მეფარიშვილი და ნიკა ჩხორთოლაია უწყულდებიან, 6 ლუკა ნარსია, 7 ლუკა საღინაძე, 8 ნომრად კი გიორგი ბოჩიკაშვილი ირჯება. გუნდის უკანახას რაც შეეხება 9 ნომრად დღეს დავით ციკლაური დაიწყებს, 10 თემურ ძოძუაშვილი, 11 დათა არობელიძე, 12 დავით ბარბაქაძე, 13 დათა ახვლედიანი, 14 ლუკა ტაბატაძე, 15 საბა შარვაშიძე. მათი სრულობისას მოგახსენებთ მაქსიმალურად თითოეული ჩვენი მორაგბის განულ გზას, ასე ვთქვათ, 20 წლამდელთა ნაკრებამდე. გუნდის თავარი მწვრთნელი ვიტო კოლელიშვილი გახლავთ, რაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ დამატებით რეპორტაჟის სრულობისას. უმალო ფეხით გამოვდივართ, დაველოდოთ პაუზა სამხრეთ აფრიკელთა 15-ელს პაუზის დროს. გაგაცნობთ იქამდე ბრწყინვალე იყო კონჩეტევაზე სიაია. 15 ნომერი ჯარიმის უპირატესობით დასაჩუქრდა სამხრეთ აფრიკის 20 წლამდე ნაკრები. პირველი შეხვედრა ეს მძიმე კონტაქტი მიიღო მეფარიშვილმა და მალევე დაბრუნება ჯარიმის უპირატესობა. ნახოთ ძალიან მარტივია კარისკენ გაგზავნონ ეს დარტყმა. განსაკუთრებით, როდესაც მოსამზადებელი მატჩია ახალგაზრდული ნაკრებები ცდილობენ მაქსიმალურად ითამაშონ ხო ხელთ სხვადასხვა ტაქტიკების დასატესტად, ასეც ვხედავთ საკმაოდ მარტივ კარში დასაწყმელ ჯარიმას გზავნიან კიდეზე. სანამ დერეფანი მოეწყობა გავუყვეთ 15-ელს. პირველი 2 და 3 ნომრებით ოლივერ რიდი, სიფოსეტუ ნებელე და დანი კრუგერი, სწორედ ნებელელე ბურთით ახლა. მოიგეს დერეფანში, მოიგო ბურთი ლუკ კენონმა, მაგრამ შემდეგ უკვე ბლოკირებაზე დააჯარიმდა
სამხრეთ აფრიკის ნაკრები ცივი გონებით უნდა ვითამაშოთ ახლა არაფერში გჭირდება ეს სასტვენის შემდეგ ჯარიმები ამიტომ მარტივად გადავიდეთ ძოძუაშვილი გადავა კიდეზე ჩვენ კი დრო გვეძლევა ისა რომ დავასრულოთ სამხრეთ აფრიკელთა 15-ეულის ჩამოთვლა რიდი ნებელელე და კრუგერი იქნებიან პირველ ხაზში პირველ 2 და 3 ნომრებად 4 და 5 ჰეინრიხ თერონი და რაილი ნორტონი გუნდის კაპიტანი ლიუკ კენონი 6-7 მუმბერე ვიამბუერა 8 კებოტილე მააკე 9 და 10 ჰენდრე სკუმანი და იაკინ აჰმედი გაჭირვებით მოვიგეთ დერეფანში ბურთი გავშალეთ ხაზე მძლავრი ბოჭუნკი ბოჭიკაშვილი შეაჩერეს 9 და 10 სკუმანი და აჰმედი იქნებიან ჯორდან სტინკემპი 11 ეთან ადამსი 12 13 მარკუს მიულერი ლინცი იანსენი 14 ხოლო ზაკეთელო სიაია იქნება 15 ნომერი. ხო, საგინაზე აკრობატული მოქმედებები დატოვა ბურთი ჩვენ ყერს. ვაკონტროლებთ მე ნამდვილ ფაზა უკვე. ბურთს გვაქვს კონტაქტში წინსვლებით, აშკარად ვიმუშავეთ აი ორ კაციანად შეჯგუფებებზე და მიყოლაზე კონტაქტის არეში ეთყობათ კიდე სამხრეთ აფრიკელებს ზოგადად ახასიათებთ, მაგრამ ფიზიკურად რამხელა ბიჭები ყავთ განსაკუთრებით შერკინებაში ვხედავთ. ჩვენ ალბათ უნდა დავაკვირდეთ რა სათამაშო სტილს ავირჩევთ. საინტერესო იქნება, ეს არის ერთ-ერთი ბოლო სტადია ალბათ წლამდესთვის მოსამზადებელი ეტაპზე სელექციის. ეტაპი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და გადავდივართ უკვე უშუალოდ მსოფლიოს სამზადისზე, სრულყოფილ სამზადისზე. ხო, თან ჩვენთვის უნდა ვახსენოთ ხო აუცილებლად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი 20-დან მსოფლიო ჩემპიონატია საქართველოში ტარდება. თბილისსა და ქუთაისში გაიმართება წლევანდელი 20-დან ჩემპიონატი ივნისის თვეში და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა. საკუთარ კედლებში მეტი შანსია ყველაფრისთვის. და მიზანიც არ უნდა დაისახოს ჩვენმა 20-დან ნაკრებმა. გაუჭირდა სკუმანს ბურთის გამოტანა. ახლა გამოტანა ისთან ახლოს იყო. საჰაერო ორთაბრძოლა გამორჩეულია როგორც წესი საბა შარვაშიძე ჰაერში აქაც ძალიან დამაჯერებელი იყო აიას მორაგბე და ძალიან შვიდად დაეუფლა ბურთს ამის შემდეგ ჯარიმა აიღეს აფრიკელებმა შეგვიძლია კიდეზე გადასვლა 10 მეტრითაც დაახევინა არბიტრმა. ნახოთ ეს სერიოზული შანსია ახლა ჩვენთვის დაახლოებით 10 მეტრი გასავლელი მეტოქშათვის მოედნამდე. წიადერეფანი არ იყო ურიგოს სხვათა შორის კარგი კომბინაცია გავათამაშეთ. ვიცი რა ძალიან რთულია ნორტონის სიმაღლე კაპიტანის და ზოგადად მეორე ხაზელების ახლა ჩვენც არ ყავს წლევანდელ 20-მდეში და ბოლო პერიოდში ჩხორთოლიაც მაღალია, მეფარიშვილიც მაღალია, მაგრამ ვაღნაგობა მაინც განსხვავებულია სამხრეთ აფრიკელების. მოლს ვამუშავებთ ძალიან კარგად. კარგად კი, მიწაზე წავიდა. ბურთს ვაკონტროლებდით თითქოს. ბურთი გვაქვს, შეგვინარჩუნა ბურთი ამ შემთხვევაში ციკლაურმა. საღინაძე მიეძალა სამწუხაროდ დაკარგა ბურთი. ლუკა საღინაძემ. ვერ გამოვიყენეთ კარგი შანსი ანგარიშის გასახსნელად. ციკლაური კი დაჯარიმდა აი ეს და დავიყვანოთ მინიმუმი. არ ღირდა ამ ჯარიმის აღება, ზედმეტი მოგვივიდა, გადავამლაშეთ არა და მაქსიმუმ ჰქონოდათ შერკინება. რატი შანიძე გამოჩნდა ხაზის მწვრთნელი. შეტევის მწვრთნელი ჩვენი 20-მდე ნაკრების. განმეორებით ეს ეპიზოდი ნახოთ ახლა ჩვენ რას დაუპირისპირებთ მეტოქეს დერეფანში. ერთხელ ნახეთ 5 მეტრიანში სამხრეთ აფრიკა, იქ დავიცავით, ბლოკირება იყო. ნებელელე მოაწვის ახლა ნახოთ. მოიგეს ბურთი დერეფანში მარტივად, წამოვიდა თავად მეორე ნომერი, გაცუდდა ბოჭვა. ძალიან ბევრი ვატარეთ.
წინაწეული ხაზი ამჯერად ბარბაქაძე დახვდა ძალიან კარგად ფიზიკურად გამორჩეულია. ისიც ჩაიჭრა ბურთი. მოგდების მცდელობა შარვაშიძე იყო. ბურთით ხელში ჭკვიანურად წაიკითხა მეტოქის ეს ეპიზოდი. მოგვიპოვა შეტევის უფლება, ცუდი გადაცემა და ახლა უკვე საპირისპიროდ ვიღებთ კონტრშეტევას, უფრო მეტი ყურადღება პირველ რიგში ალბათ. თუმცა შევაქო ჩარვაშიძე მეორე ეპიზოდში იყო ძალიან კარგი. აერში ერთხელ დავინახეთ წინა ეპიზოდში, ახლა ჩაჭრაზე იყო ყურადღებით, იქამდე ძალიან კარგად ამოუწიეთ ხაზი, ხისტი ბოჭვაც შევასრულეთ. ახალი ბურთით გადმოდიან ჩვენ ნახევარზეც რომ მოძრაობა ძოძუაშვილი კარგი იყო, შემდეგ უხერხული დარტყმულიც გაუშვა მეტოქს უკანა ხაზში, მაგრამ უსწრაფესი კონტრშეტევა და დაფარება. კი, კიდევ ერთი ბოჭვა გაცუდა ამასობაში, ესეც ყურადღება მისაქცევი კომპონენტია, სამხრეთ აფრიკისნაირი გუნდი არ გვაპატიებს. ახურვაზე გეთანხმები უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ კონტრშეტევაზე, მოდიან ელვისებურის ისწრაფით შემდეგ სამხრეთ აფრიკელები. მოიგეს ბურთი. მოლია პირველი დარტყმა ცენტრალურ ზონაში. გამოვიდა 10 ნომრის გავლით. 10 მეტრიანს გადასდნენ, გაიჭრა ხაზი, ძალიან მწვავე შეტევა ერთი გადაცემა და აქ უბრალოდ უძლური იყო. ბოლო მორაგბე ჩვენი. დათა არობელიძე, რომელიც გამორჩეულია სისწრაფით, თუმცა ხო, აი ამ ერთ გარღვევას ვეღარაფერი დაუპირისპირეთ. არ უნდა გაფუჭებულიყო ბოჭვა პირველ რიგში ხაზში, ხაზის გაჭრის შესაძლებლობა ასე მარტივად არ უნდა მიგვეცა მეტოქესათვის. მივიღეთ პირველი ლელო მე-9 წუთზე. გატანილი ლელოს ავტორი არის ლინცი იანსენი. ლინცი იანსენი უმარტივესი გარდაცახვა ახლა შესასრულებლად აჰმედს. ხო, აქ რა თქმა უნდა შედეგი არის ალბათ ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი ახლა ჩვენი ეროვნული ჩვენი 20 წლამდელთა ნაკრებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია რომ დავინახოთ რაზე დაეფუძნება ეს გუნდი პირველ რიგში. თავის სათამაშო სტილს რაზე დააფუძნებს. რა არის ჩვენი ძლიერი მხარეები, გამოიკვეთოს სუსტი მხარეები და დარჩენილი დრო მსოფლიოს ჩემპიონატამდე დარჩენილი ტესტები რაც ხო, სწორი მესიჯები მიიღო სამწვრთნელო შტაბმა თუ რაზე უნდა განაგრძოს მუშაობა. ეს არის მთავარი მისია, რა თქმა უნდა. მე უკვე გზად შედეგიც თუ მოვა, ხომ საუკეთესო ვარიანტია. ძოძუაშვილი. შუმა სიღრმეში გაგზავნა ცენტრალურ ზონაში ეს ბურთი ადგილზე არიან აფრიკელები. და ბოჭვა. კონტაქტის ზონაში აქვთ უპირატესობა ამ მომენტისთვის, გვაკლია თითქოს აგრესია, რაც შეგვიძლია რომ ვთქვათ პირველ 10 წუთზე, მაგრამ იგრძნობა ისიც რომ ეპიზოდურად ხისტ ბოჭვებს ვასრულებთ. რამდენიმე კარგი მომენტი იყო. ფეხით გამოდის სამხრეთ აფრიკა საკუთარი 22-დან, გადადის პირდაპირ კიდეზე და შესანიშნავი დარტყმული გამოუვიდა. ანდრე სკუმას. ნახოთ აღნიაშვილი მიდის ბურთთან. კარკასონის მორაგბე, რომელიც საქართველოში თბილისის აკადემიის შემადგენლობაში ირჯებოდა, ახალგაზრდა. ორი ნომერი ვნახოთ, წინა დერეფანი. ნორმალური იყო. არ არის სრული დერეფანი უკვე მესამე შემთხვევაში, ესეც საინტერესოა, ამჯერად გაგვიცუდა გამოგვიცნეს სამაგიეროდ გადაზღვევაზე იყო ბრწყინვალე. და დააკარგინა ბურთზე კონტროლი გიორგი აღნიაშვილმა, შენ მიერ ნახსენებმა. კვაჭმა. ჩვენ უნდა ვთქვათ ისიც, რომ ამ გუნდს რამდენიმე ლეგიონერი კიდევ უნდა შემოუერთდეს, მათ შორის მიხელ შიოშვილი, რომელიც ხვალ სადებიუტო შეხვედრას გამართავს ტოპ 14-ში ლიონის წინააღმდეგ. რომელსაც გასულ მსოფლიოზე 7 ლელო ჰქონდა დადებული, მოკლედ ძალიან კარგი ძლიერი ენერგიული მორაგბე დაგვიბრუნდება.
რომელმაც საბედნიეროდ მოასწრო გამოჯანმრთელება, გაიკეთა ოპერაცია, რეაბილიტაციაც გაიარა და დაუბრუნდა უკვე მოედანს. ძალიან საინტერესოა ახლა ეს შერკინება ვნახოთ. მე მოიწყო პირველ ჯერზე. კასტრი, კარკასონი, მონტობანი აი ამ კლუბის ღირსებას იცავენ ჩვენი პირველ ხაზელები. მეპარიშვილი აიას ღირსებას იცავს, ჩხორთოლია მონპელიეშია 4 და 5 ნომრები, ნარსია გუნდის კაპიტანი, ასევე აიას წარმომადგენელი საღინაძე ლიონი, ხოლო ბოჩიკაშვილი ხვამლი სამხრეთ აფრიკა და ავაჯარიმეთ შერკინებაში. თამამი განაცხადია და შანსი ახლა რომ კიდევ უფრო მიუახლოვდეთ მეტოქის ლელოს მოედანს, იქიდან დერეფნიდან განვაახლოთ უკვე თამაში და ავაწყოთ ჩვენი სისტემა, ვნახოთ. ნუ საწყის 13 წუთში უკვე მეორე შევდივართ მეტოქის 22 მეტრიან ზონაში. ხო, სამწუხაროდ პირველი უქულო შესვლა გამოვიდა, მეორე მცდელობა გვაქვს ახლა. ნახოთ. პირველ ხტომოზე კვლავ მოვიდეთ ბურთი დავაყენეთ მოლი. დავაყენეთ მოლი და ვაკონტროლებთ ბურთს მის კუჩი, ჯერჯერობით წინსვლა არ გვაქვს, ახლა მოუნაცვლეთ ღერძი, იგივე მოლია. კარგად დავატრიალეთ ეს უკვე. ბოჭოა, ბურთსაც ვაკონტროლებთ. კი, რაკი ჩამოყალიბდა აქედან უკვე ჩახურვა აღარ შეიძლება, საღინაძე მზად არის პირველი დარტყმისთვის. საკუთარ თავზე აიღო, გააკეთა დარტყმა ადგილზე, შეგვაჩერეს მარჯვენა ფლანგზე, იკითხება გაგრძელება ის კაპიტანი ნარსია. მესამე ხაზელებმა შეასრულეს დარტყმები ციკლაურმა, მეფარიშვილი ათამაშა ახლა მეორე ხაზე ჩავრთეთ საქმეში. რთულად, მაგრამ გამოვიდა ბურთი, გამოვიდა არც თუ ისე კარგი გადაცემით და საჯის სასტვენი წინ თამაში მეორე უშედეგო შესვლა. შვიდად უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, წამოვა აფრიკა პროვოკაციაზე, ეს არ ახალია ყველა დონეზე ასეა. იმიტომ და ყველა დონეზე ჩვენც მაინც ვპასუხობთ. კი ბატონო, დაავკარგეთ ეს საკმაოდ კარგი შესაძლებლობა შეტევის, იქნება მორიგი შერკინება, საინტერესოა მათ შერკინებაშიც როგორ გავიჯებით. რა თქმა უნდა, ექნებათ პრეტენზია, რომ რევანში აიღონ იმ ჯარიმისთვის. უნდა ვთქვათ პირველ შეხვედრაზეც, რომელიც ორ ტაიმად წარიმართა ესე გამოყოფით, იმიტომ რომ ორი სხვადასხვა გუნდი გამოვიდა მოედანზე ორივე მხრიდან თითო ტაიმში. პირველი ტაიმი 35-ით 0 დავთმეთ, მეორე ტაიმში 0-0 დასრულდა, ის მაინც მართვადი ვარჯიშის ფორმატში მიმდინარეობდა მეტწილად, აქ უკვე თავისუფალი. დაჯილდოვდა სამხრეთ აფრიკა თავისუფალი დარტყმის უფლებით. ხო, ნახოთ აი ახლა რეალურ ტესტში რას ვიზავთ რეალურ გამოცდას, როგორ ჩავაბარებთ სამხრეთ აფრიკის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ და არჩა ბურთი მოედანში არა ვერ დავტოვეთ. ბურთი ჩვენი იქნება გადასულში შეეხო ლუკა ნიშნიანიძეს ხედავთ. კიდის არბიტრი დღეს სწორედ ის არის, აღნიაშვილი. წინა შეხვედრა ცენტრში იმსაჯა. ახალგაზრდა პერსპექტიული საჯი. ნახოთ, რამდენიმე ცრუ მოძრაობა დერეფანში, თუმცა ვერ მოვაწოდეთ ზუსტად. მოიბოდიშა მისთვის ჩვენმა ორმა ნომერმა. ნახოთ, შერკინება აირჩიეს აფრიკელებმა. ხო, ისიც უნდა ვახსენოთ, რომ დღეს კიდევ ერთი რეპორტაჟი გვექნება რაგბი ტივის ეთერში, დიდი 16 ტური იწყება დღეს, ამ მატჩის რაღაც ნაწილის პარალელურად დაიწყება დღეს ყაზბეგისა და ხვამლის დაპირისპირება და ამ მატჩის მაგრამ ხო, თუ არ ნახავთ ანგარის, არინანებთ აქ უკვე მეორედ იგივე შეცდომა და ჯარიმა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს
ეთერში იქნება ამ შეხვედრის რელაივი, დასრულდება თუ არა საქართველოს სამხრეთ აფრიკა და იწყება ყაზბეგი ხვამი. კვირას გვექნება ალიგის შეხვედრაც, ფინალური მატჩი. ლელო აია უკვე ტრადიციული დაპირისპირება. ეს კი ჩვენი რეზერვი გაფართოვებული შემადგენლობის მოუკარით თვალი იგი სირბილაძეს და მის თანაგუნდელებს. შეგვიკრეს მოლი აფრიკელებმა, თუმცა ჯერჯერობით კარგად გავართ, ვიცავთ თავს. მოიხსნენ ახლა კარგი კონტაქტი. იწებენ შეტევას. თითოეულ კონტაქტში ლაზარე რამხელა უპირატესობას აკეთებს სამხრეთ აფრიკა. თითქოს ჩვენ ზევით ხვდებით, პირდაპირ ბოჭვაზე ვერ მიგვყავს. ამის წამალი ძირითადად არის ხოლმე ორმაგი ბოჭვები, ერთი ზევით, ერთი ქვევით. ჯარი იმას ავარაუდოთ აქ მაღალი ბოჭვისთვის. მხოლოდ ჯარიმა, იმიტომ რომ ბოჭვა დაიწყო მხრიდან და შემდეგ აუწდა ცველს. ხელი კისერზე, ბოჭვის დადაბლება მოგთხოვა, იქამდე კი სანამ შეხვედრა განახლდება, დახმარება სჭირდება ერთ-ერთ სამხრეთ აფრიკელ მოთამაშეს. 15-ში იქნება კვლავ ჩვენი დერეფანი, უფრო მეტად ყურადღებით უნდა ვიყოთ. ნარსია იყო ბოლომ ბოჭავით სუდად ჩაყვა სამხრეთ აფრიკელს ფეხი. გვიტევდა სტენკამპი. კვლავ შეჩერებულია. ამ კვირაში ისვენებს 6 ერის გათამაშება, ისეც უნდა ვახსენოთ. ასევე ისვენებს 6-ერთან ერთად ერთა ლიგაც ჩვენი 6 ერი. ნუ მეორე საუკეთესო 6 გუნდი ალბათ ევროპაში. საკმაოდ საინტერესო თვლის 6 ერის გათამაშება ძალიან კარგია, რო გვაქვს თვალის მიდევნების. 6-იც არის და 8-ც ჩვენ ჩემპიონატზე, მაგრამ რამდენად საუკეთესოა ის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მართალია მოძლიერდნენ ესპანეთი და პორტუგალია, მაგრამ ჩემპიონატი ხო მაინც ძალიან დაბალი დონის არის. პირველი იძულებით იცვლება ამასობაში სამხრეთ აფრიკის რიგებში სტენკამპი გავა და მის ნაცვლად 23 ნომრით ჩაერთვება შეხვედრაში. მილერი შემოვიდა პირველი დარტყმა ნარსია რა მაგარ ბოჭვას ასრულებს. კიდევ ერთი ამჯერად უკვე ახვლედიანი ჩაერთო საქმეშია ბარბაკაძე და რა მაგარი დაცვა ვითამაშეთ, მაღლა თუ დავიჭირეთ. სერიოზული კონტაქტი იყო, სადამდე დავახევინეთ, უკან მოლი გაიჭედა და შემდეგ თუ დააფიქსირე ციკლაურმაც როგორ ჭკვიანურად ითამაშა, თითქოს უკვე გამოსულ ბურთზე მოახერხა და შეაჩერა მეტოქე. ძალიან მაგრად გაიჯნენ აქ ბიჭები, გვიჩვენებენ დავით ბარბაკაძეს ლიონის მორაგბეს, რომელიც ეს ჯერ ნარსიას ბოჭვა და აქ უკვე ბარბაკაძემ მესამე ხაზელი გააქრო. კი, წარმოუდგენელი ფიზიკური ძალა აქ ამ ბიჭს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ბუნებრივ უპირატესობას გარდაქმნის ძალიან დიდ პროდუქტად, უკვე სპორტულ პროდუქტად. ხო, ამისი ყველანაირი მონაცემი და ფიზიკური შესაძლებლობა აქვს. ამჯერად უკვე ჩვენ დავაჯარიმეთ პირველი ნომერი შიგნით აწვებოდაო. ხო, ცვლით შეცდომებს, ხო, შერკინებებში ჩვენ ორჯერ ვიჩქარით და დავჯარიმდით ამის გამო, თავის მხრივ მეორე ჯარიმდებიან უკვე აფრიკელები. ხო, ორივე თავისუფალი ჯარიმა იყო, უბრალოდ განმეორებითი ჯარიმის გამო მივიღეთ ჩვენ იქ უკვე ჯარიმა, განმეორებითი დარღვევის გამო მივიღეთ ჯარიმა. სამხრეთ აფრიკამ კი ორივეჯერ დაარღვია წესი, ორივეჯერ პირდაპირ დაჯარიმდა. მოვიგერიეთ ძალიან მასიური შეტევა.
მეფარიშვილმა მოიგო ჰაერში ორთაბრძოლა დავაყენეთ მოლი ბურთი უნდა გავიტანოთ საინტერესოა სად არის ბურთი წამგებიანი პოზიციიდან ჩამოიღო ბურთი მეფარიშვილმა სამხრეთ აფრიკელი მორაგბე არის ერთი შუაში თუ ის არის ბურთზე შესული კი სამხრეთ აფრიკელები და ხო დავკარგეთ ბურთი და შემდეგ ისინი გადავიდნენ კიდეზე ძალიან გაგვიმართლა ისეც უნდა ვახსენოთ მანომერმა გამოღლიტა რაკიდან ბოდიში მოვლიდან ბურთი თუმცა ბოლოს ხო სუფთად ვერ მოვიგეთ დერეფანში ჩვენც რა თქმა უნდა ამაზე უკეთეს გამოცდას ვერც ვინატრებდით ამაზე უკეთეს შესაძლებლობას გაიჭრა ხაზი ბოჭვა შესრულდა ბრავო დათა არობელიძემ შეასრულა ახლა ეს ბოჭვა გაჭრილ ხაზზე ჯარიმის უპირატესობა 9 ნომერი მეორე ჯარიმდება ჩვენი უკვე აჰმედი კარგად შევიდა იმ ინტერვალში რომელიც გაიხსნა ჩვენს დაცვაში მაგი ბოჭვა დავახევინეთ კიდევ ერთხელ უკან ნებელელე გვიტევდა ამჯერად მარცხენა ფლანგი ხაზით კვლავ გაცუდებული ბოჭვები და მორიგი ლელო მაჩის 22 წუთზე თუ გვერღვევა ეს მწყობრი დაცვა შემდეგ რა თქმა უნდა იმატებს სივრცეები ხაზში მაგრამ გვაქვს მომენტები სადაც აგრესიულ ძალიან დომინანტ დაცვას თამაშობთ ამ შემთხვევაში სამხრეთ აფრიკა ვერ ახერხებს უპირატესობის გაკეთებას როგორც იყო ეს ბარბაქაძის ნარსიას ეპიზოდებში მაგრამ გვაქვს უკვე მესამედ ისეთი მომენტი რომელსაც ერთხელ ლელო მოხვა აი ახლა მეორედ უკვე მაგრამ შუაში გადავრჩით ხო ხაზში დაცვა პრობლემური გვაქვს ჯერჯერობით ხო მარტივი ბოჭვები გაცუდდა რამდენიმე ეპიზოდში საბოლოო ჯამში ესეთ შეცდომას არ გაპატიებს ამ დონის გუნდი შესაბამისად მივიღეთ კიდეც მეორე ლელო მატჩის 23 წუთზე ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ რაღაც გადამტეხ უპირატესობას ფლობს სამხრეთ აფრიკა დღევანდელ მატჩში ჯერჯერობით ჩვენივრად სარგებლობენ იმ შეცდომებით რომელსაც ჩვენი ბიჭები უშვებენ 0-14 ხდება ანგარიში მატჩის 23 წუთზე განაახლებს ახლა თამაშს თემურ ძოძუაშვილი აი აქ ერთი ბოჭვა ჩვენ გაცილებით უფრო გაბარიტულ მორაგბესთან დარჩა სიაია ერთ-ერთზე შესაბამისად ეს არის ხაზის მორაგბისთვის ყველაზე დიდი ფუფუნება რაც შეიძლება შეუქმნას ამასობაში შესანიშნავი შანსი მიგვიღია მე ვერ დავინახე ზუსტად რა მოხდა თუმცა მეტოქის 22-ში გვექნება დერეფანი აღნიაშვილი კვლავ ბურთს აწვდის წვიმა ძლიერი წვიმა არის რაც ართულებს რა თქმა უნდა როგორც მომწოდებლისთვის ასევე დამჭერისთვის დერეფანში თამაშს ნახოთ რომ თომელზე მოიგოს აღინაძემ ჩამოვიდა შეიკრა მოლი ნიაშვილი ძალიან კარგად თამაშდებოდა კომბინაცია თუმცა აი აშკარად ამ ბურთის სისვერლე მიჩინა თავი კარგად წამოიღეს ხელდახელ კონჩეტევა აფრიკელებმა საკანაზონიდან ჩართვა ნახე რა სისწრაფეზე შემოურბინა მთელ ჩვენს ხაზს და არ ვიცი უამაზესი თუმცა ძალიან დასანანი ლელო მივიღეთ სიაია აქტიური იყო საწყისი წუთებიდან მაგრამ აი ახლა მივაბით ორი შეცდომა საკუთარი 22-დან წამოიწყო სამხრეთ აფრიკამ წინა ლელოც მივიღეთ ჩვენი შეცდომით ახლაც ანალოგიურად უბრალოდ შემოგვირბინა სისწრაფეში აჯობა ყველას და ყველაფერს ძალიან მაღალ სიჩქარეებზე ყოფილა ეს ბიჭი სიაია გაგიკვირდა თან ხო გაგიკვირდა თან სამხრეთ აფრიკელი უკანა ხაზელის გახსნა არ ახასიათებს ხო აი აქ არ ძალიან კარგად იყო სივრცე გახსნილი რომ ხო არა ასაღები ბურთი იყო და შემდეგ მარტივად კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს ხო რა სიჩქარეზე წავა 15 ნომერი ჩვენს შეტევაზე მოწყობილები უკან ვეღარ დაუბრუნდით დროულად და
მივიღეთ მესამე ლელო. ნუ ამას აქში ზოგადად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ განვითარებას. და ნუ ფაქტია, ეხლა 15 ნომერი ფაქტიურად ზრდასრული მორაგბის ფიზიკური მონაცემებით არის წარმოდგენილი. ვნახოთ. იანსენსაც საოცარი აღნაგობა აქვს. ზუსტია ის გარდასახვაც არაფერი არ აუცილებია 10 ნომერს იაგენ აჰმედს. 0-21 მატჩის 26 წუთი. კვლავ გავმეორდები, რომ სათამაშო კომპონენტებში ვერანაირად ვერ ვიტყვით, რომ მკვეთრად ვიჩაგრებით, უბრალოდ აი ამ შეცდომებით შესანიშნავად სარგებლობს სამხრეთ აფრიკა, რაც ალბათ მეტყველებს კიდეც კლასში განსხვავებაზე, რაც არ უნდა მძიმედ ჟღერდეს ჩვენთვის განვაახლეთ თამაში. მაგრამ ზუსტად ამ კლასის ასამაღლებლად არის ესეთი შეხვედრები მსოფლიოს წინ. მძიმე კონტაქტი ძალიან მიიღო საბაშარვაშიძემ. მეორე დარტყმა მორკინალებით უკვე აქ წინ წავიწიეთ. შეტევაში ჩვენც და სამხრეთ აფრიკასაც გვაქვს კონტაქტის ზონაში უპირატესობა. აი დაცვაში უშვებთ ჩვენ უფრო მეტ შეცდომას. კვლავ მიწაზე აქ ვერ მოვიგეთ მანძილი. ზურგსკან გაიშალა უკვე ხაზზე, კიდევ ერთი ამოგდება ბარბაკაძე, სწრაფად იმუშავა ხელით. საღინაძე შენარჩუნებაზე წავიდა, არ გარისკა. გადაცემის გაკეთება გრძელდება ჩვენი შეტევა, შევედით 22-ში. ეგეთ ჟარიმის უპირატესობა არ გადაგორებისთვის კარგი შეტევა გვაქვს წამოწყებული. გავიდა ბურთი ხაზზე. ბარბაკაძე კიდევ ერთი ზურგსკან გადაკიდება ძოძუაშვილი. უყვარს მას ასეთი ჩანაფიქრებით თამაში. აქ მძიმე იყო კონტაქტი. ნახოთ ძალიან ახლოს იდგა კიდეც საჭი. გაჩერდა. გამოგაქვს რო გაჩერებულია. აქ უპირატესობა უკან არ გადაგონებს. ერთი წუთი რა ვლაპარაკებ კაპიტანი. სუფთა კადი ჯერჯერობით არ გქონდა. თუ რა გამოჩნდება შევავიდეო რა. აქ ჯარიმა ისე. გამეთუ იქნება შემო. მოწმდება ის ეპიზოდი გავდა მაღალ ფოჭვას, თუმცა მაინც რა თქმა უნდა საჯებს უფრო მეტი რაკურსი აქვს ჩვენ ერთი შეხედვით თუ უნდა შევაფასოთ ეს მომენტი. მათ აქვს სხვადასხვა რაკურსი, თუ გამოჩნდა ცხადია. ხო, როგორც ჩანს არ ჩაითვალა მაღალ ვუჭვად. ტაბატაძეზე შესრულებული ვუჭვა. გადავედით კიდეზე. მორიგი კარგი შანსი, მესამედ ვიღებთ. ასეთ შანსს იმედია მესამე მცდელობაზე გამოგვივა და გამოვიყენებთ. ურიგოდ არც მოლს არ ვაყენებთ მეორეს ხრო ესეც უნდა ითქვას, თუმცა ბოლომდე მიყვანა გვიჭირს. ცვლილება იყო ვერ დავინახეთ სამწუხაროდ. ხო შეიძლება აღარ გავრისკეთ და ტაბატაძე, ხო ტაბატაძე იყო მე მგონი გრძელ ფრთაზე. და მოუხსენით ის მოვიგეთ ბურთი პირველ ხტომოლზე, შეიკრა მოლი, კარგი ბიძგიც მივეცით, ნახოთ. მივაწექით კიდევ უფრო სად არის ბურთი? ბურთიანი მოთამაშე გადავყარეთ. ძალიან ახლოს ვარ ჩათვლის მოიდანთან 2 მეტრი მაქსიმუმ ვაშორებს მეტოქის ლელოს. თამაშგარის უპირატესობაც გვაქვს და მიწდა ბურთი ნულოვან ზონაში დავარტყით, მაგრამ არა ბრუნდება ჯარიმის უპირატესობა. ეზიეშვილი უნდა დამშვიდდეს, გასაგებია თავათვლის რომ დაამიწა, მაგრამ ეს კომუნიკაცია კიდევ უფრო მკაცრი იქნება მსოფლიოზე. მიწაზე იყავ მე მოძრაობა გააკეთა, სასწაულს მე გაგიშვა ხელი, მან ჩახურული. კი ბატონო, ძალიან კარგადაც განუმარტა აქ საბა მახარაძემ ეს ეპიზოდი მორაგბეებს. კვლავ დერეფანი, კვლავ მეტოქის 5 მეტრიანში.
სრული დერეფანი რა თქმა უნდა. ისევ პირველ მხდომელზე მეფარიშვილმა მოხსნა. პირველი ბიძგი მოგწვა აფრიკამ ღერძის ცვლილებას ვცდილობთ, აი ახლა უნდა მოუწყდეთ და ვერ მოვახერხეთ, თუმცა ბურთი კვლავ ჩვენია. აღნიაშვილი. ვინ არჩუნებთ ბურთს, ვინ არჩუნებთ გვაქვს უპირატესობაც. უფრო მაღალ ტემპში უნდა ვითამაშოთ ახლა. გავიდა ბურთი ხაზზე. მოკლე გადაკიდება დაგვიბრუნდება ჯარიმის უპირატესობა არა იქნება ლელო. უყურადღებობა სამხრეთ აფრიკისგან და ლელო გააქვს დათანხმდიანს, მაგრამ ალბათ ბევრი რამ გადამოწმდება. მოусმინოთ საბას. საინტერესოა. საინტერესო იყო ჩანაფიქრიც. ბარბაკაძისგან ყველა რა თქმა უნდა ელოდება დარტყმას. ფიზიკური მონაცემების გამო, სათამაშო სტილის გამო მოწმდება ეს ეპიზოდი. თუმცა მიიღო სხვა გადაწყვეტილება, ფეხით შეაცურა, შეიძლებოდა უკეთესად შეცურებას, მაგრამ კარგია რომ არაორდინარული გადაწყვეტილება მივიღეთ და არ ვითამაშეთ სწორ ხაზზე უნდა ამ შემთხვევაში. სანახევროდ გაამართლა ამიტყვა ნახოთ ამ ეპიზოდში. აშკარად ჩასოთ 15 ნომისგან ზემოდან ქვემოთ არის დამიწევა მიწაზე, შემდეგ ამიწევს თითე შესაბამისად ლელო არა, მაგრამ უპირატესობა ჰქონდა მანამდე. ჩაითვალა რომ სიაიამ ითამაშა გადაზღვევაზე მოასწრო ბურთის დამიწება და შემდეგ თამაშობთ ჩვენ, შემდეგ თამაშობს დათანხმდიანი, ამიტომ ლელო არ იქნება, იქნება კიდევ ერთი ჯარიმა. ისევ უნდა წავიდეთ რა თქმა უნდა კიდეზე, ან ავიღოთ შერკინება, არ ვიცი რომელი გვირჩევნია ჩვენი სათამაშო სტილის კიდევ უფრო დასახვეწად და დასამუშავებლად. There's no try because your player ground is first and there was a red player and lelо არა იყო. But you had an advantage here for not rolling away first. So third penalty in 22, next one is going to be a yellow card, okay? ხო, აქ განუმარტა რომ არ იყო ლელო, რადგან 15-მა ნომერმა დაამიწა პირველმა, თუმცა ზედით რამდენიმე ჯარიმის გამო შემდეგი ჯარიმა უკვე 15-მეტრიან ზონაში, 22-მეტრიან ზონაში იქნება ყვითელი ბარათიო, ესეც უთხრა მეტოქის კაპიტან საბა მახარაძემ. ვნახოთ ამ შემთხვევაში უკვე კაპიტანი შეკინე. რას გადავწყვეტ შეკინება, ის საინტერესოა, შევცვალეთ. ნახოთ. დავით ციკლაური შეაგორეს ბურთს მეტოქის 15-მეტრიანში შეკინებაში. ეკრნენ. არ მოეწყო პირველ ცდაზე. ნახოთ. ხარდნენ. შეერკინენ. ვერ მოიწყო ვერც მეორე ჯერზე შერკინება. Yo, shoulder out please, Sabo. ხარი გამოაწევინე და იმას ვერ ბარბაკაძეც ჩაერთო საქმეში გაამხნევა თანაგუნდელები. მნიშვნელოვანი მომენტია. ტაიმის ბოლო 10 წუთის უკუთვლა დაიწყო. დაახლოებით 8 წუთს ნახევარი შეხვედრის პირველი ტაიმის დროის ამოწურვამდე და მესამე-მეოთხე ვიზიტი გვაქვს მეტოქის 22-ში. წინა ყველა წარუმატებელი იყო. შეგორდა ბურთი ამჯერად შედარებით სტაბილურია შეკინება, არის ბურთი მარცხნივ წავედით. და პირიქით დავჯარიმდით. წინ და უფრო სწორად დავკარგეთ ბურთი. მივაწექით არა და ბიძგი მივეცით, ბურთიც 8 ნომრის ფეხებში იყო, მარტივი გამოტანა გმართებდა და აუშვით შეცდომა.
წინ ვარდნის უპირატესობა ყოფილა ოდნავ უფრო გაბმული მიზეზი ბევრი შეგვიძლია დავასახელოთ წვიმა, იქ არასასიამ უნდა მოწყობა ბურთთან და სუფთად ვერ გამოტანილი ბურთი, მაგრამ გვართებდა აქაც ობიექტურად უკეთესად თამაში. კიდევ ერთი შანსი გავანიავეთ, მაშინ როდესაც სამხრეთ აფრიკა გაფრთხილების ქვეშ თამაშობს მიწოლავთ სადეთ და დაგვაჯარიმეს. დაგვაჯარიმეს კიკოს ალსახაც იყო. კარგად დაიცვა თავი სამხრეთ აფრიკამ საბოლოო ჯამში, თუმცა შევაქოთ. ჩვენი ბიჭებიც დიდი ხანია მეტოქის 22-ში ვართ გამაგრებულები, რაც ის აპატარა საქმე. მოქმედ სოფლიოს ჩემპიონთან. მაგრამ გვართებს ასეთი შეტევების დაგვირგვინება. მინიმუმ ბურთის არ დაკარგვა, ხო? რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კი ბატონო. ჯერ მოხსეჩახები მე წეხში ხარ და 10 არის ეთქი. ის ბურთს მნებელელე მოიგეს მეორე ხტომელზე ბურთი გამოიტანეს ხაზე მაღალ სიჩქარეში წამოვიდნენ გადაბმის წერტილში შეიბოჭა ხო ზუსტად ეგ გადაბმის წერტილი გაათავისუფლა აღნიაშვილმა რომელმაც მაღლა აწია ხაზი ახლა სწორედ ჩვენი კვაჭი ავიწროებდა მეტოქის დაცვის შეტევის ხაზს მოკლე შეცურება როგორი გამოზომილია უკანა ზონა ათვისებული გვაქვს რომ მოძრაობა ვეღარ მოახერხათ აუგზის აბნევა აბატაძემ ინარჩუნებთ ბურთს რაკში ძალიან დიდი ძალისხმევის ჩადება მოგვიწია უწუხეს ამ ეპიზოდში მარცხნივ შეჯგუფება და ბოჭვა წით მაღალი ბურთი კიდეზე არის დარტყმული შესაბამისად აფრიკელებს ექნებათ ახლა ჩვენს ნახევარზე დიდხანიანი პაუზის შემდეგ დერეფანი ნებელელე მოაწვის ბურთს Time off. გაჩერდა დრო, საინტერესო რა ხდება. ჩვენს ერთ-ერთ მორაგბეს სჭირდება სავარაუდოდ დახმარება სამედიცინო. კი, ასეა. თუ იქ როგორც ჩანს, მცირე დაზიანება აქვს ეზიეშვილს. Davide. Davide. Ari gavides. Water out please. Water out. Ari gavitanოთ რა. რო ჩაირთო. ნებელელე კვლავ ბურთით. Time მოწოდა პირველ ხტომელზე მოიგეს და ჩამოიღეს ბურთი. გამოვიდა ხაზი, კარგად წევთ ხაზს პირველი ფაზისას. შეატრიალეს შეტევის მიმართულება ზურგს უკან ძალიან კარგად ჩათამაშებული, გაიხსნა სივრცეები. მოგვიგეს საკმაოდ ტერიტორია. კიდევ ერთი მიძალება მარჯვნივ წამოვიდნენ და ნორტონმა დაკარგა ბურთზე კონტროლი, არ იყო ნორტონი უფრო სწორად, იყო თეირონი. აქ მორიგი შეხლა შემოხლა. ხო. მოუშვეს ორთქლი მორაგბეებმა. რამდენიმე კერა არის ერთდროულად, თუმცა ეს მთელი თამაში ესე ხო ვერ გაგრძელდება. რაღაცნაირად უნდა დაშოშმიდნენ გუნდები. Number 5, captain, please. After my whistle.
You leave each other, you move back and get back to the game. This is not acceptable. Next one is going to be a sanction. And both players are catching to each other. No issues. We are going to reset with the scrum. Next one is going to be a sanction. Awesome, happy. შემდეგი მსგავსი ეპიზოდი დაიშჩება ყვითელი ბარათით. ხო. გადაამაშა ორივე მორაგბემ ამ ეპიზოდში ნამდვილად. წყობა შერკინება, კარგი შესატევი. წერტილი შეიძლება იყოს, ნახოთ რას გადაუწყვეთ. გორდაბურთი შერკინებაში. მოწყდა 8 ნომერი წავიდა დარტყმაზე. დარჩუნეს ბურთს მოჩიკაშვილი. რაკში კარგად გამოვიყურებით ჯერჯერობით, გვიგვიანდება ბურთს გამოტანა, თუმცა გაწმენდის კუთხით პრობლემა ნაკლებად თუ გვაქვს. დააგრძელებინა რაკი. მაღალ ბურთს წევს აქ დავით ციკლაური მიყვება რამდენიმე ქართველი მორაგბე კარგია. წინვალე იყო. ოჩაღ აქ გუნდის კაპიტანს დროული ბოჭვა და კარგი დერეფანი გვაქვს ეხლა მეტოქის ნახევარზე. აქ 11 ნომერი იცვლება დათა არობელიძე. ნიკა ხალვაში შემოდის მის ნაცვლად მოედანზე. ხალვაშიც უნდა ახსოვდეს ასაკობრივი ნაკრებებიდან ჩვენს მაყურებელს. არ შეკინება იყო რა იგივე სტანდარტი გინდა შემოდის. მოვიგეთ პირველ კაცზე გავიტანეთ ხაზზე. ერთი დარტყმა ცენტრალურ ზონაში სწრაფი ბურთი გვაქვს, ზურგს უკან გადაცემა მეფარიშვილი ჩაერთო, წავიდა ერთ დარტყმაზე ჩამოიშორა. ბოჭავი კვლავ კარგი გადაყრა, მაგრამ დაგვიგვიანდა გატანა საღინაძე. საღინაძე როგორ გავს სათამაშო სტილით უბრალოდ გვანან ერთმანეთს. აქაც მოვიგეთ მეტრები, მეფარიშვილი აქტიურია. გრძელდება შეტევა ზურგს უკან წავედით. ნარსიაზე კარგი ბოჭვა შეასრულეს ამ შემთხვევაში აფრიკელებმა. ტურაშვილი. გრძელდება ჩვენი შეტევა საღინაძე. ახლა თითქოს სტატიკაზე გადავედით, წინ ვერ მივიწევთ. კარგი ბოჭვა აქაც. მარჯვნივ უხმობს ციკლაური მორკინალებს. ტურაშვილის დარტყმა. აღალ ბურთს აწევს ახლა წესთა და რიგით, კარგი იქნება ეს დარტყმა თუ არ შევა 22-ში. რაც უნდა ეცადოს ახლა ახალგაზრდა 9 ნომერი. შევიდა ბურთი, თუმცა როგორ შეცდომას კი. სიაია უშვებს მარტივ სიტუაციაში შეცდომას, მათთვისაც სველია ბურთი. და გვიკეთებს ძალიან კარგ საჩუქარს ტაიმის ბოლო წუთზე, მეტოქის 22-ში გვექნება დერეფანი ახლა. საღინაძე ეკიმთან ერთად. დავიდით ბიჭო. შეგიძლია? Time is off. He's injured. Let's go. Ali გავიტანეთ. Time on. No. ჩართულია დრო წავედით. მორიგი დერეფანი. მეტოქის 22-ში კვლავ.
ძალიან უცნაური მოწოდება, თითქოს გაუსხლტა ხელიდან კვაჭს. საღინაძე ბურთთან ახლოს. შევინარჩუნეთ საბოლოო ჯამში. ბოჭო არის უნდა გაათავისუფლონ ახლა. მორაგბე ციკლაური ახლოში მოწყობილია. ორგინალების შეჯგუფება. ჩხორთოლიამ ძალიან უხერხულად დაამუშავა ბურთი ნარსია. ახლა ცოტა ტემპის აკრება არ გვაწყენდა ფაზიდან ფაზამდე საღინაძე კვლავ თავს. ხო, იქ მოხილ მდგომარეობაში მოხდა. ჯარიმის მაღალი ბოჭოა, ჯარიმის უპირატესობა, საღინაძეს უჭირს თამაშის გაგრძელება თითქოს. ნახოთ. So, I'm number 10. უცნაურად 10 ნომერი გასიმბინდება. 10. So, you are on the warning and there is a high tackle. You're going low, that's why it's a yellow card, okay? დაისჭება 10 წუთით დაისვენებს იძულებით. ქენ აჰმედი კი იქნებოდა განმეორებით ამ ეპიზოდის ნახვაც. იგივე სურათი უნდა მაჩვენო რა, მოგი? შერკინება ავირჩეთ, საინტერესოა. კაცნაკრულები იქნებიან უკანა ხაზში სავარაუდოდ ამაზეც გვექნება გათვლა თუ ხელდახელ შეუტიეთ მეტი სივრცე გვექნება ერთ-ერთ ფლანგზე. ნამდვილად იყო აქ თავში. და ასევე იყო მიტიგაციაც ის რომ საღინაძე თვითონაც დაბლა იყო წასული. მოუწევთ ვინე შერყევის ტესტზე გასვლა მინიმუმ და გავრისკავთ თუ არა მის დაბრუნებას, ესეც საკითხავია. საღინაძე დროებით იმედია დროებით ტოვებს მოედანს. ლუკა შულაია, ანთონიკე ტორაძე უნდა ჩაერთოს მის ნაცვლად თამაშს. საინტერესოა ვის შემოიყვანს ვიტო კოლელიშვილი. ლუკა შულაია შემოვიდა მის ნაცვლად 20 ნომრით. თაისის აიას მორაგბე. ბოდიშ თბილისის ლელოს მორაგბე. ეწყობა შერკინება დრო გასულია პირველი ტაიმისთვის განკუთვნილი. ხატოინე შერყევის ტესტზე გავიდა საღინაძე როგორც თქვით. ციკლაური ბურთით ტაიმის ბოლო შანსი. კვლავ ჯარიმა. კვლავ ჩვენ მხარეს პირველი ნომერი დაკაჩვაზე. ოლივერ რიდი დაჯარიმდა. კვლავ შერკინება. Set was fine. შეკიდებას რო იძახი კარგია რა. ნახოთ, ძალიან იწელება თითოეული შერკინება. დღევანდელ მატჩში ნუ ეს ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. ამინდი პირველ რიგში. ძალიან სტაბილურია შერკინება, ხელდახელ შეუტევთ. ახლა მარცხნივ წავიღეთ ბურთი, დაიქნია თავად მივიდა შარვაშიძე. მარცხნივ დაელოდა მორკინალებს ციკლაური. კარგი იყო შულაია ამ ეპიზოდში. ისევ მარცხენა ფლანგი. მეფარიშვილი, რომელიც მთელი ტაიმია აქტიურობს ბურთთან ერთად. ახლა ჯგუფური დარტყმა უკვე მორკინალებით. გადავალთ ფაზიდან ფაზაზე თამაშზე. აიღე და მიეძალე შულაიას და ახევინეს, რაკში გავწმინდეთ ბურთი. სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით მყარად დგას, ძალიან სივრცეებს არ გვიტოვებს. ჩვენ კი ჯიუტად ვეძალებით მორკინალებით ბურთი ამოგვიღეს. სამწუხაროდ ეს შეტევის შესაძლებლობაც დავკარგეთ მეტოქი 15-იანში. ბევრი იყო ხო ასეთი ეპიზოდი მთელი ტაიმის განმავლობაში.
4-5 ჯერ ნამდვილად მეტოქის 22-ში მარტივ ეპიზოდში დავკარგეთ ბურთი, გაათამაშეს, გადაიტანეს კიდეზე, დასრულდა პირველი ტაიმი, მეორე ტაიმში ვიქნებით მეტნი მოედანზე რამდენიმე წუთის განმავლობაში, ვნახოთ რა გადაწყობებს განახორციელებს ჩვენი სამწვრთნელო შტაბი, თავისუფლ აფრიკელების და დაგიბრუნდებით უკვე 10 წუთში.